დაკავებულია მასწავლებელი, დაკავებულია ჟურნალისტი, დაკავებულია მსახიობი, დაკავებულია ავტორი, მწერალი, პოეტი. არც ერთ ფენას საზოგადოების არ ინდობს რეჟიმი, განსაკუთრებით დაუნდობელი ზვიად რატიანის მიმართ აღმოჩნდა. რატომ, როგორ ფიქრობთ? განცად დავიწყეთ. არ ინდობს და არც დაინდობს, იმიტომ რომ ასეთია რეჟიმის და ავტოკრატიის ბუნება ზოგადად და ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს რომ ის რომ მათ დღეს რაღაც არ ეხებათ არ ნიშნავს რომ ხვალ მათ კარზე ეს ყველაფერი არ დააკაკუნებს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რეაქცია დღეს ახლა, როდესაც აი ამ პროცესში ვართ და არა მაშინ, როდესაც მართლა ყველა დაჭერილი აღმოჩნდება და არავინ იქნება ისეთი, ვინც მათ გვერდით დადგება და მათ მხარს დაუჭერს. ეს გახდა რაღაცნაირად ჩვენი ყოველდღიურობა, მაგრამ ზვიად რატიანს რაც შეეხება, მართლა ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. მე ვიყავი იმ პროცესების მონაწილე, როდესაც თქვენან გაიხსენეთ 2017 წელი, როცა მაშინაც აი სრულიად გაურკვეველ ვითარებაში ქუჩაში გაუსწორდნენ პოეტს ზვიად რატიანს, მახსოვს მაშინ ნარინჯისფერი ქურთუკის გამო მოედავნენ და სასტიკად ცემეს. ანუ ეს იყო ჩვენთვის მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ჯანსაღ სახელმწიფოში, როგორშიც გვინდა, როგორიც წარმოგვიდგენია ეს ევროპული გარემო და ევროპული სახელმწიფო და ადამიანი არ არის ამ სახელმწიფოში მთავარი ღირებულება და ზვიად რატიანი იყო მაშინ ამის ძალიან ღია და ცალსახა მაგალითი. და აი მას შემდეგ აი მართლა მაინტერესებს რას ემსახურება ეს ყველაფერი. ემსახურება რას? ხო ადამიანის ერთი ადამიანის განადგურებას და ამ მაგალითის საფუძველზე სხვა ადამიანების დაშინებას. იმიტომ რომ ამოჩემებული ყავს რეჟიმს ზვიად რატიანი, იმიტომ რომ ეს არის დაუსრულებელი პროცესი. იმიტომ რომ ზვიად რატიანი ძალიან ბევრი ადამიანი იხსენებდა, რომ რაღაც პერიოდი მას მოუწია სამშობლოს დატოვებაც, აი ამ მოვლენების შემდეგ, როცა ის ნაცემი ციხიდან გამოვიდა და ვერ იპოვა, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში სამართალი, არათუ ვერ იპოვა, მას მართლაც ცხოვრება გაუმწარეს, იმიტომ რომ ყოველდღიურად უცნობი ადამიანები სახთან ხვდებოდნენ და სხვა ფორმით ცდილობდნენ მის დაშინებას, რის შემდეგაც ზვიადმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წასულიყო ემიგრაციაში და მას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დარჩენილიყო იქ და მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება უსაფრთხო გარემოში სულ მცირე. თუმცა ზვიადმა, იმიტომ რომ ის არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირატესი არის მისი სამშობლო და ხშირად ამბობდა, რომ აი როცა ბავშვებიო ციხეში ყავთო გამომწყობეულიო, აი როგორ ვარო გარეთო, აი ამის წარმოდგენაც კი უჭირდა და ყოველდღიურად აგერ ჩვენ გვერდით იყო რუსთაველზე ერთი მიზნისთვის, რომ იბრძოდა ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს ამ ქვეყანაში. მე არ მახსოვს, მე და ელისომ ავსულიყავით რუსთაველზე, თქვენ ერთად არ გვენახეთ. ელისომ ჩამოთვალა პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებიც არიან ახლა საპყრობილეებში. მიზანმიმართულად არჩევს ეს რეჟიმი კონკრეტულ სახეებს და ამას აქვს თავისი მიზანი. რა შედეგი უნდა მოიტანოს ამა თუ იმ პირზე, თავდასხმამ, დაკავებამ, ზეწოლამ, ბულინგმა და ასე შემდეგ.